გამარჯობა ტრეიდერები საბიდა gate.com დამეგობრდნენ. ამ ეტაპზე ჩვენ ვაპირებთ რომ ჩავწეროთ საინტერესო ვიდეოები, რომელიც თქვენ დაგეხმარებათ რომ რაც შეიძლება მარტივად გაიცნოთ gate.com. დღევანდელი ჩვენი პირველი ვიდეო გაკვეთილი კი შეეხება gate-ზე რეგისტრაცია ვერიფიკაციას, რომელიც ყველაზე ხშირად მოთხოვნადი კითხვა არის ხოლმე. ამიტომ გადავიდეთ ამ ნაწილზე თუ როგორ უნდა გავიაროთ რეგისტრაცია და ვერიფიკაცია gate.com-ზე. მოკლედ, პირველი ნაწილი, როგორც ჩვენ ხედავთ, gate.com-ზე შევდივართ. აუცილებლად ბიოში არსებული ლინკი გამოიყენეთ, რომ იყოთ ჩვენი რეფერალები, რადგან ჩაერთოთ არაერთ გათამაშებაში, როგორც არის ფორმულა 1-ის ბილეთები, ინტერ მილანის დასასრები ბილეთები და სხვა მრავალი საინტერესო ჯილდოები ჩვენგან, რომელიც მაქსიმალურად დაიდება რამდენიმე დღის განმავლობაში. მოკლედ, პირველი ვერსია, რომ დავიწყოთ ვერიფიკაცია, გადადით აუცილებლად მითითებულ ბმულიდან და გახსენით gate.com ბმულის სახით. როგორც ხედავთ, უკვე გადავსული ვარ ჩვენი რეფერალური ბმულის ლინკზე და ხედავთ, რომ აი აქ რეფერალური კოდი უკვე შევსებულია ავტომატურად. მხოლოდ აი აქ გიწევთ, რომ პირველ შემთხვევაში შეიყვანოთ თქვენი პირადი იმეილი და მაგალითად უკვე გამზადებული გვაქვს იმეილი, რითაც უნდა გავიაროთ რეგისტრაცია და კონკრეტულად შემდგომ გავაგრძელოთ, რომ sign-up-ის დავაწყოთ ღილაკს. როგორც ხედავთ, კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ ფორმულა 1-ის და Red Bull-ის მანქანების ერთ-ერთი მთავარი გენერალური სპონსორი სწორედ gate.com არის და დაელოდით ამ მართლობით საკმაოდ საინტერესო გათამაშებები გელოდებათ, მხოლოდ მათ, ვინც ხართ ჩვენი რეფერალით დარეგისტრირებული მომხმარებლები. კარგით გავაგრძელოთ, sign-up-ს ვაწვევით და რა თქმა უნდა, ვერიფიკაცია უნდა გავიაროთ, რომ არა ვართ რობოტი. შეიძლება ეს ღილაკი სულაც არ ამოგივარდეთ, მაგრამ მაინც ვნახოთ. ნუ აქ მოვნიშნავ მალევე, რომ გავაგრძელოთ ჩვენი საფეხური, მოტოციკლეტი რომ დავაფიქსიროთ. კიდევ გვიწევს რაღაცეების მონიშნა, რომ ცეცხლმაქრი დავადასტუროთ. ხო, შემდეგი არის რომ მეილზე მოგივათ შეტყობინება, კოდი, რითაც უნდა მოკლედ გავაგრძელოთ ჩვენი რეგისტრაცია. კოდი უკვე მოსული არის და გავდივართ რეგისტრაციას. ამავდროულად ხედავთ, რომ მოგთხოვა უკვე რომ პაროლი უნდა შევქმნათ და ასევე მოთხოვნილია რექვემოთ, რომ უნდა გამოვიყენოთ სხვა მოკლედ სიმბოლოები. ერთ-ერთ სიმბოლოს შევიყვანოთ, მათ შორის შეიძლება რომ შემოთავაზებულიც გამოიყენოთ, ან უბრალოდ თქვენი კოდი დაწეროთ. ხედავთ, რომ ყველა მათგანი აუცილებლად უნდა ესე შეივსოს, რომ განათდეს, რაც ნიშნავს, რომ მოცემული ჩემს მიერ ჩაწერილი პაროლი სავსებით საკმარისია, რომ გავაგრძელოთ შემდეგი ეტაპი. ვადასტურებთ უკვე რეგისტრაციას და უკვე მზად არის გილოცავთ, ჩვენ უკვე გავიარეთ რეგისტრაცია და ხედავთ, რომ პირველივე საჩუქარი 125 USDT გამოგვიჩნდა როგორც საჩუქარი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია რომ ავიღოთ. მოკლედ დავაწვევით რა თქმა უნდა მის მიღებასაც და რა თქმა უნდა ასევე დამატებით დეტალებს გაგიზიარებთ თუ როგორ შეიძლება რომ მათ შორის მოიწოთ თქვენი მეგობრები აი ამ რეფერალური ლინკის დახმარებით. ხო, მოკლედ ჩვენთან უკვე შემოსული ხართ ჩვენი რეფერალი ბრძანდებით, აქ ბევრი სხვა დეტალი არის და თქვენ შეგიძლიათ რომ როგორც ახალ რეგისტრირებულმა ადამიანმა გამოიმუშაოთ, ამიტომ ამ დეტალებზე აღარ მოგაცდენთ, შეგიძლიათ რომ თავად მიხვდეთ რა ხდება, მათ შორის იდენტიფიკაცია, ვერიფიკაციის შედეგად მიიღებთ $10, რეგისტრაციის sign-up-ის რომელიც უკვე გავაკეთეთ და უკეთ მოხდა ჩვენ უკიდან, ხედავთ რომ უკვე ავტომატურად უკვე დაგვერიცხა $10 და ვაგრძელებთ, შეგიძლიათ რომ ეს ყველა ეტაპი გაიაროთ თქვენ ჩვენს გარეშე, ხედავთ ყველა პირობას, რომელიც მოცემულია და ვფიქრობ, რომ მსგავს ტიპის ახალისება იქნება კიდევ უფრო ბევრი და საინტერესო თქვენი როგორც მომავალი იუზერებისთვის. კარგით, გადავიდეთ უკვე ვერიფიკაციის ნაწილზე, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ უნდა დავასრულოთ ჩვენი იდენტიფიკაცია და მარჯვენა მხარეს თქვენი პროფილის დაბლა არის იდენტიფიკატორი. იდენტიფიკაციას დავაწვევით, აქ verify now-ს ვაწვევით, რომელიც სულ რაღაც 2-დან 5 წუთამდე სულ რაღაც დროს დაკარგავთ. და გვაგრძელებთ ორი ვერსიით. რეკომენდირებული არის ჩემი აზრით, რომ თქვენ აუცილებლად ვერიფიკაცია გააგრძელოთ მობილურის ტელეფონით, აი ამ QR კოდის გამოყენების დასკანერებით, სადაც თქვენ უნდა ატვირთოთ თქვენი პირადობის წინა და უკანა მხარე, ხოლო თუ გნებავთ რომ მხოლოდ პასპორტით გაიაროთ, მხოლოდ წინა მხარე უნდა ატვირთოთ და მეტი არაფერი.
QR კოდი ამოვარდა, რაც გვეუბნება, რომ თქვენ შეგიძლიათ ამ QR კოდის დასკანერების შემთხვევაში გადმოწეროთ მობილურზე Gate-ის აპლიკაცია, როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე ხელმისაწვდომი არის Gate-ის ძალიან თანამედროვე აპლიკაცია. ხოლო სწრაფი ვერიფიკაციისთვის შეგიძლიათ რომ მობილური აპლიკაციით უფრო სწრაფად გაიაროთ, ან მაგალითად შეგიძლიათ რომ როგორც ხედავთ ბრაუზერითაც მოახდინოთ ვერიფიკაცია. მოდით გავაგრძელოთ ბრაუზერით ვერიფიკაცია, ხოლო მოგვიანებით აპლიკაცია კვლავ დაგვეხმარება იმაში, რომ ჩვენ რეგისტრაცია გავაგრძელოთ უკვე მოგვიანებით კომპიუტერის დახმარებით, მობილურის დახმარებით. ID ბარათი, პასპორტი და მოკეთ ლიცენზია, მართვის მოწყობის ლიცენზია, ეს არის სამი საშუალება, რითაც თქვენ შეგიძლიათ რომ გაიაროთ ვერიფიკაცია. ავირჩიოთ ID კარტი, გავაგრძელოთ შემდეგი ეტაპი, პირველი სახელი და მოკეთ უნდა ჩაწეროთ როგორც გიწერიათ პირადობაში, არ შეგეშალოთ რომ ზუსტად უნდა ემთხოვდეს, სახელს ჩავწერთ. შემდგომი არის last name, ანუ გვარი და document ID რაც წერია, ეს ნიშნავს რომ უნდა ჩავწეროთ აქ უკვე პირადობის ნომერი. კი ბატონო, სამივე მათგანი ჩაწერილი გვაქვს, შეგვიძლია რომ გავაგრძელოთ უკვე ვერიფიკაცია და მონაცემები ავტომატურად გაგზავნილი არის. ახლა შეგვიძლია კვლავ გავაგრძელოთ და დავასრულოთ ჩვენი ვერიფიკაცია, რაც ნიშნავს რომ უნდა გადავიღოთ პირველი და წინა და უკანა მხარე ამ ჩვენი აპლიკაციის, ჩვენი პირადობის მოწმობის და ამისთვის შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ QR კოდის მოკლედ საშუალება, რითაც შეგვიძლია რომ ძალიან სწრაფად გავიაროთ ეს პროცესი. კარგით, მოდით გავაგრძელოთ კვლავ ტელეფონით ეს აქტივობა. პირველ რიგში გადმოწერეთ აპლიკაცია gate.com, რომ მარტივად გავიაროთ ვერიფიკაცია და აი აგერ არის პირველი გადმოწერა. მოკლედ, შევდივართ გადმოწერილ აპლიკაციაზე და აქ დაგვჭირდება რომ უკეთ დავადასტუროთ ჩვენი იდენტიფიკაცია. პირველ რიგში როგორც უკვე განახეთ კომპიუტერის დახმარებით, იგივენაირად შეგიძლიათ უკვე აქ მონაცემები შეიყვანოთ, იმიტომ რომ უკვე გავლილი გაქვთ რეგისტრაცია, მაგრამ ვერიფიკაცია კვლავ საჭიროა. ახლა შევიყვან ისევ parolls, მეილი და paroli, რომელიც მანამდე ქონდა დაყენებული. კვლავ მოგივათ email-ზე კოდი, რომელიც გადმოგზავნილია და შეგიძლიათ მათ შორის დააყენოთ paroli ეკრანზე Gate-ზე შესვლის მომენტში, როგორც თქვენ აყენებთ ხოლმე ტელეფონზე დაბლოკვის დროს. ამ ეტაპზე შეგვიძლია ეს პროცესი გამოვტოვოთ, თუმცა თქმა უნდა მისასალმებელი რომ მსგავსი paroli გეყენოთ, იმიტომ რომ უსაფრთხოების ნაწილში ძალიან საინტერესო არის მსგავსი დაცვის სისტემები. მოგვიანებით დავაყენეთ, თუმცა ჩვენ გვინდა რომ გავაგრძელოთ ვერიფიკაცია ჩვენი იდენტობის. პირადობის მოწმობა მონიშნული გვაქვს, გავაგრძელეთ, აქ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი პირადობის მოწმობა და როგორ ხდება გადაღება, დაშვება მივცეთ რომ კამერა ჩარიცოს, კამერა. უბრალოდ ავტომატურად დაიჭერეს სისტემა თქვენს პირადობის მოწმობას და თუ ვერ მოახერხა დაჭერა და თუ ფიქრობთ რომ ფოტო საკმაოდ სუფთად არის და შეიძლება რომ დაინახოს სისტემამ, უბრალოდ დააჭირეთ და თავად გადაიღეთ. შემდგომი მეორე მხარეს უნდა გადავიღოთ ფოტო, უკვე მეორე მხარეს, იმიტომ რომ მოთხოვნა სწორედ ეს არის და დავალოდებით რომ რამდენიმე წუთში დასრულდეს ჩვენი პირადობით ვერიფიკაცია. ხო, სახის გადაღებაც გვჭირდება. ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ სახის ამომცნობი, მოკეთ ვიდეო ჩართვა მოახდინოთ. ესე იგი, ჩვენი პირადობის მონაცემები უკვე მიწოდებული გვაქვს სისტემაში. ეს მონაცემები მხოლოდ უნდა მივაწოდოთ იმის გამო, რომ თქვენი იდენტობა უკვე დადასტურდეს. ხო, ბევრს გონია ხოლმე, რომ პირადობის ატვირთვის შემთხვევაში რომელიმე კომპანია გამოიყენებს ამ ინფორმაციას საკუთარ მიზნებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში მხოლოდ ჭირდება ამ ინფორმაციის მიღება კომპანიის მხრიდან, რომ გადამოწმდეს თქვენი როგორც სოფლიოში არსებული მდგომარეობით რაიმე კლანში ხომ ახლა ჩართული და ხომ არ იცებნებით, ან თუნდაც ხომ არ გაქვთ შემთხვევით ორი ანგარიში გახსნილი, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ უკვე ვერიფიცირებული ანგარიში გაქვთ, ვეღარ მოახდენთ ახლიდან ჩვენი რეფერალ ბრუნვით რეგისტრაციას. ამიტომ შეგიძლიათ რომ მეგობრის ან უბრალოდ ოჯახის წევრის დახმარებით გაიაროთ ახლიდან რეგისტრაცია და ვერიფიკაცია. მოკლედ, ჩვენი ანგარიში ამ ეტაპზე არის მოლოდინის რეჟიმში რომ დადასტურდეს ვერიფიკაცია. ამიტომ დაახლოებით რამდენიმე წუთი გჭირდება რომ ეს ვერიფიკაცია გავიაროთ. აი აგერ უკვე კომპიუტერში ჩანს რომ
და მათ შორის ტელეფონში ჩანს, რომ უკვე ვერიფიკაციის მოლოდინში ვართ და ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი დაცვის სისტემა არის ძალიან დაბალი. ნიშნავს იმას, რომ კიდევ უნდა გავაუმჯობესოთ, რომ უკეთესი მოდერნიზაცია მოახდინოთ ჩვენი დაცვის სისტემის, რომ მოგვიანებით არ შეგვექმნას ჩვენს აპლიკაციაზე მესამე პირის მხრიდან ცდომის საშუალება და პრობლემა. კარგით, გავაგრძელოთ კვლავ კომპიუტერში და ნახოთ თუ როგორ უნდა დავიცვათ ჩვენი ანგარიში, რომ უსაფრთხოდ იყოს და შემდეგი ნაბიჯი არის სწორედ ის, რომ თუნდაც მაგალითად დავამატოთ მობილურის ინფორმაციები, მობილურის მონაცემები და მათ შორის შეგვიძლია რომ დავამატოთ Google-ის აუთენტიფიკატორი, რითაც კიდევ უფრო კარგად დავიცვათ ჩვენს გვერდს. გადავედით დაცვის ნაწილში, ხედავთ რომ დაცვის დონე არის საკმაოდ დაბალი, ველოდებით KYC ვერიფიკაციას და გირჩევთ რომ გააქტიუროთ როგორც Passkey, ასევე Google აუთენტიფიკატორი, email ვერიფიკაცია გავლილი გვაქვს, მათ შორის შეგიძლიათ რომ SMS ვერიფიკაციაც გააქტიუროთ, მაგრამ გირჩევთ რომ სადაც წერია რეკომენდირებულია, აუცილებლად მიაქციოთ ყურადღება მათ, რომ ისინი მინიმუმ დაცული იყოს, რომ თქვენი ვერიფიკაცია და რეგისტრაცია იყოს უმაღლეს დონეზე. ან მინიმუმ ეს მეორე ნაწილი მაინც რომ გამწვანდეს, იმიტომ რომ ამით თქვენი უსაფრთხოება საკმაოდ სანდო ხელში იქნება. ეს არის პირველი გაკვეთილი ამ რეგისტრაცია ვერიფიკაციის შესახებ. თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, ან შეგექმნებათ პრობლემა რეგისტრაციის დროს ან ვერიფიკაციის დროს, რა თქმა უნდა, კომენტარებში დაგვიწერეთ და არ დაგავიწყეთ ჩვენი არხის გამოწერა, რადგან დაელოდოთ თუნდაც შემდგომ გაკვეთილს, რომელიც იქნება საკმაოდ საინტერესო ვერსიები იმისა, თუ როგორ უნდა იმუშაოთ კრიპტო პლატფორმებზე, როგორც ტრეიდინგის მხრივ, ასევე ინვესტიციების მხრივ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ტრეიდერების ჰაბის პარტნიორი gates.com და შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით ნახვამდის.